გამარჯობათ ჩემო მეგობრებო. Როგორც იქნა გამოვედი თქვენთან ეთერში და იმედია მოგენატრეთ. მე ძალიან მომენატრეთ და ვხედავ რომ თქვენ არა. იცით საიდან დავასკვენი? იქიდან რომ ძალიან დამაღალათეთ. ესე 3 დღეა. 3 თუ 4 დღეა. Ukdები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაქვს ძალიან დაბალი წნევა. ძლივს რაღაცებს ვახერხებ. ერთი დღე საერთოდ ვერ უდგებოდი საწოლიდან. არ ვიცი რასთან არის დაკავშირებული ზოგადად ზაფხულის მოსვლასთან თუ აი ესე უეცრად რო დაცხა ძალიან თუ რა ვიცი რას დავაკავშირო, მაგრამ ესე ძალიან ცუდად მე ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ ჯერ. როგორ არა წნევაც მეცემოდა ხოლმე ძალიან ცუდათაც ბევრჯერ ვიყავი ძალიან დაბალი წნევით, მაგრამ ასე ზედიზედ ბევრი დღე და ასე რომ იწელებოდეს და არაფერი მშველოდეს, მასე ჯერ არ ყოფილი ვარ საერთოდ ორსულობის დროსაც კი. მოკლედ. თან ეს ყველაფერი დაემთხვა იმას, რომ კამილას დაბადების დღე ქონდა, რაღაცები უნდა მომემზადებინა და ვერაფერს ვერ ვახერხებდი. ძალიან ცუდია. მოკლედ რაც არის, მიუხედავად იმისა, გუშინ როგორც იქნა ავდექი, ძალები მოვიკრიფე კოფეინების და ყავის და შაქრიანი წყლების შემდეგ თვები შევიღებე, გავისწორე, ბავშვდილით ადრე ბუშტები ვუყიდე, ტორტი მოვუტანე, მოკლედ რაც საჭირო იყო, მაინც ყველაფერი გავაკეთე, რომც არ შემეძლოს, ბავშვის დაბადების დღე აქვს და წელიწადში ერთხელ რაღაცა უნდა მოვხერხო თქო და რა ვიცი, მგონი კარგი გამოვიდა, კარგი დღე გავატარეთ. კარგად ისიამოვნეს ბავშვებმა, იმხიარულეს, მაგრამ რადგან ახველებდათ, მაინც ჯერ ბოლომდე არ მოუშუშდათ, ამათ მახველამაც ძალიან დამტანჯა. შეიძლება ისიც იმანაც იმოქმედა ჩემზე, რომ რამდენიმე ღამე თითქმის გავათენე, კამილას ძალიან ახველებდა და იღებდა ამ ნახველს და ვერ ისვენებდა, ვერ იძინებდა, სადღაც 3-4 საათამდე ესე მაგასთან ერთად ვიჯექი და მოკლედ მე ეტყობა მაგის გამო ძალებიც ვერ მოვიკრიფე, წნევაც დამივარდა და ესე ცუდად ვიყავი ძალიან უძლურად. ეხლაც ხანდახან მეტყობა ესე ვდგები და უცებ თვალებში მიბნელდება. ხო და ერთი კურსი ანტიბიოტიკები არაფერი და ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ჩვენც ესე ვიყავითო და ერთ კურსმა არ გვიშველაო და მე ვიღაცამ მეორე ანტიბიოტიკი გვითხრაო და მაინც ვცადეო ერთი უშველის თუ არაო და ძალიან გვიშველაო, მეც მითხრა გუშინ წინვე ვუყიდე და დღეს ბოლო დავალევინე და მგონი გვეშველა და ეგ არის. ოდნავ გაახველებთ სულ ცოტაღა. ეზოშიც კი არ დამყავდა ბავშვები ეს დღეები, ჯერ იმიტომ რომ არ შემეწვა და მეორე ერთი მეთქი არ გადაედოს არავის. ისიც არ მიყვარს რომ ჩემ ბავშვთან ერთად ვიღაცა დგას და ახველებს და მეც იგივე გავიმეორო, ისიც არ მინდა ნამდვილად. ამიტომ გაუფრთხილდით ძალიან ბავშვებს. თან იძახიან რომ თითქოს კორონა არისო, რაღაც ახალი ტალღა არისო ისევო და უფრო ბავშვებზე ვრცელდებაო, არ ვიცი, ანალიზი არ გამიკეთებია, სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი. ეხლა რაც შეეხება ჩვენს არხს. ნათელია რომ ცუდად ვიყავი და ვერ გამოვდიოდი ეთერში, ვიდეოებს ვერ ვიღებდი და ალბათ მაგის გამო ორმა ადამიანმა გააუქმა ჩვენი გამოწერა. ყოველივე თქვენგანის გამოწერილი მე ძალიან მახარებს.
ასევე ძალიან გულზე მხვდება, როცა ვიღაცა unfollows გვიკეთებს. ამიტომ თან ვინერვიულე და კიდევ ხედავ, რომ ნახვებით ძალიან დაეცა. ანუ აღარ უყურებთ, იმიტომ რომ აღარ ვარეკლამებდი, აღარ ვატრიალებდი იქით-აქეთ. ხო და აი ეხლა უნდა გაჩვენოთ ჩვენი ანალიტიკა, ჩვენი არხის თუ როგორ დაეცა ამ ბოლო დროს. და თქვენ თუ გონიათ, რომ ამ არხით მე მილიონებს ვშოულობ და ძალიან რაღაცა, რა ვიცი, ბევრი ფული კეთდება ამით, ნამდვილად არა, მით უმეტესად ეხლა როცა ცოტა გამომწერი მყავს, ნამდვილად ცოტა ეს არხი YouTube არხისთვის, მაგრამ მე ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა, იმიტომ რომ არ მინდა რომ აი ესე უსაქმო ჯდომაც ნამდვილად არ მიყვარს. არ მიყვარს, როცა რა ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე მთელი ცხოვრება მუშაობდი გათხოვებამდეც და მე რო გავთხოვდი იმის მერე სახში რო ჩავჯექი რამდენიმე წელი, ძალიან დამაკომპლექსა რაღაცნაირად, ცუდად ვიყავი, შინაგანათაც, ემოციურადაც, მოკლედ რაღაცის კეთება მინდოდა. ჯერ იყო და ვიყავი უძრავი ქონების აგენტი 2 წელი თითქმის, მე იმასაც მივატოვე. დიდი ხანი სხვათა შორის ვფიქრობდი იუთუბერობაზე, ძალიან დიდი ხანი. და ეხლა აი ამით დავკავდი, ამით ვერთობი, ხალისობ, როცა გვიყურებთ ძალიან მიხარია. მოკლედ ეხლა უნდა გაჩვენოთ თუ როგორ გვიყურებდით და ეხლა როგორ გვიყურებთ. აი დავუშვათ. გავყვეთ ანალიტიკას, აუდიტორიას, გამომწერებს. აი გამომწერები მერყეობს. ზემოთ, ქვემოთ, ზემოთ, ქვემოთ. ეხა სულ დავარდა -1, მერე ისევ იმდენი იყო, რამდენიც იყო. მერე კიდე -1. აი რატო რა დაგიშავეთ ხალხნო. გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გადაპოსტეთ მეგობრებში, მეგობრებსაც ურჩიეთ და გპირდებით, რომ აი ხლა კარგად გავხდები და ძალიან ბევრი საინტერესო იქნება ჩვენს არხზე კიდე უფრო მეტად. ანუ სხვა თვეებთან შედარებით ვნახოთ, აბა რა ხდებოდა. ერთი პერიოდი იყო და ძალიან ბევრმა გამოიწერა და მახარებდით. ეხლა ვიგაჩვენებთ. აი აქ იყო, რომ 22-მა გამომწერმა გამოიწერა და ჩემ გახარებას ესე იგი საზღვარი არ ქონდა, მე ისევ დაიწია, დაიკლო, მე ისევ 17-მა გამოიწერა. ეს ძალიან მახარებდა მართლა ბავშვებო. მე ისევ ცოტა 0-1 ხან მინუსი ხან რაღაცა ესეთი 0-1-2-1-2 და ასე შემდეგ. მოკლედ არ აქტიურობთ ბავშვებო. ძალიან ცუდად იქცევით. მინდა რომ უფრო აქტიურად იყოთ, მინდა რომ დაინტერესდეთ ჩვენი არხით და გვიყუროთ, იმიტომ რომ აი სიმართლე რო ვთქვათ, სხვა არხებთან, სხვა არხებსაც რო უყურებ, აი მართლა ჩვენ ბევრად საინტერესო არხი გვაქვს. აი შეხედეთ ახლა, ეს არის შემოსავალი. აი უყურეთ, $16, 16 ცენტი, 5 ცენტი, 1 ცენტი, 13, 33 იყო რამდენიმეჯერ სულ. დაუშვათ ხო, მე აი პიკები იყო 41, დაუშვათ კიდე რამდენი 46, 30 და მე სულ იკლებს და იკლებს, აი ბავშვებო, ნახეთ. და ამ ბოლო დროს ხო საერთოდ გუშინ და გუშინ წინ 3, 4, 1. აი თქვენ თვითონაც ხედავთ ხო?
ძალიან ცუდია ეს ამბავი და ასევე ნახვებიც ნახეთ რა შვრებით აი როგორ მწყდება გული რო ხან შეიძლება ძალიან ბევრი არ არის მაგრამ ჩემთვის ბევრია იმიტომ რომ გამომწერით ცოტა მყავს მაგრამ სუტკაში მქონდა ხოლმე 300 ნახვა და ამ 2-3 სუტკაში მქონდა 95 ნახვა გუშინ ვაფშე 38 ნახვა გუშინ წინ 57 მოკლედ აი ასეთი ამბები აი რა ერეებს მიშვრებით ხალხნო რატო არ მიხარებთ გულს და თქვენ თუ გონიათ რომ ბევრი ფული ვიშოვე აი ექსკლუზივი მხოლოდ თქვენთვის ვაჩვენებ ერთხელ და მეტი არასოდეს აღარ გაჩვენებთ თქვენ თუ გონიათ რომ ბევრი ფული ვიშოვე მართლა არ ვაპირებ მეტი ამის ჩვენებას სულ მთელი დროის განმავლობაში რაც კი გავიდა აი всё время მთელი დროის განმავლობაში რაც კი გავიდა და რაც კი YouTube-ი მაქვს მოვიპოვე მხოლოდ $19.82 $20 კი არ მაქვს ანუ ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვიყურეთ მოკლედ აი ესეთი იყო ჩვენი მიმოხილვა რატომღაც საქართველოში ძალიან არ უყვართ არხების გამოწერა ეშინიათ რომ რაღაცა გადასახდელი იქნება ან რა ვიცი მე ან რატო უნდა გამოვიწერო ისედაც ხო ვუყურებ და ასე შემდეგ მოკლედ გამოიწერეთ თქვენ თუ გამოიწერთ მე თქვენი მეგობარიც თქვენით ნახავს რომ თქვენ რადგან გამოწერილი გაქვთ ესე იგი საინტერესოა და მოდი მეც ვუყურებო და ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავს ძალიან და თუ გამოიწერთ ჩვენი არხიც გაიქაჩება ეს მის რამდენიმეს ყველას არა ჩემი მეგობრებიც ასე ვთქვათ ნამდვილმა მეგობრებმა გამოიწერეს ბევრმა არ გამოიწერა არ ვიცი რატო ეზარებათ თუ რა ხდება არ ვიცი მოკლედ ასე ეხლა ხმაც ცოტა ნორმაში დამიდგება და ისე ზღაპრების საკითხვასაც დავიწყებ კი არა და გავაგრძელებ აუდიო ზღაპრები მაქვს ჩაწერილი სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ ქართულად ისე კარგად არ გამომივა როგორც რუსულად გამომდის რუსულად უფრო ინტონაციაც და გამომეტყველებაც უფრო კარგად გამომდის და ამიტომ მე მინდა რომ აუდიო ზღაპრები რუსულად გავაგრძელო დანარჩენი ყოველდღიურ ვლოგებს გავაგრძელებ ქართულად და ასე ამ დღეებში მინდა კიდე წავიდე რაღაცებს საყიდლად სოფელში მივდივართ სოფელში ბავშვებს ძალიან უხარიათ იქაც გადავიღებ სოფლურ ვლოგებს ეგეც საინტერესო იქნება რატომაც არა ესეთი ეტნო ექსკლუზივი ხო ჩემო კარგებო მოკლედ ეხლა ამ ვიდეოთი მე დავდებ დასკვნას თუ რამდენი გვიყურებს რამდენს ვუყვარვართ რამდენს შევაცოდებ თავს ეგრეც იყოს არაუშავ რა მოკლედ მჭირდებით ყველა მჭირდებით ყველა გვიყვარხართ ვინც გვიყურებს და კიდევ გეუბნებით თუ არიცით როგორ გამოიწეროთ ჩვენი არხი მომწერეთ მე ყველას ვუპასუხებ ყველას დავეხმარები
შემიძლია მე თვითონაც შეგიქმნათ Google Mail-ის პოსტა. Google Mail-ის პოსტა უნდა იმისთვის, რომ გამოიწეროთ ნებისმიერი YouTube არხი და მოკლედ მომწერეთ თუ არ გამოგდით. თუ გამოგდით კიდე უყურეთ, გააშეარეთ და მეგობრებსაც გაუწიეთ რეკომენდაცია. გვიყვარხართ, ჩვენს გულებში ხართ ყოველთვის. აბა კარგად იყავით, დროებით.